ამ ვიდეოში მინდა გაგაცნოთ ალგებრის ძირითადი თეორემა. საკმაოდ სერიოზულად ჟღერს, ხო? ალგებრის ძირითადი თეორემა. და რას ამბობს ახლა ეს თეორემა? რომ თუ მაქვს რაღაცა მრავალწევრი, რომელიც რაღაც ფუნქცია, რომელიც წარმოდგენილია მრავალწევრის სახით, a გამრავლებული x ხარისხად n-ზე პლუს b გამრავლებული x ხარისხად n-1-ზე პლუს და ასე შემდეგ პლუს რაღაცა k ბოლოს თავისუფალი წევრია, მაშინ აუცილებლად მე მექნება n ცალი ფესვი. ესე იგი, აი ამ გამოსახულებას ექნება n ცალი ფესვი. ყველაზე მაღალი ხარისხი რაც არის, მაგდენი ფესვი. ახლა შეიძლება ლოგიკურად ჟღერს ეს. იმიტომ რომ აი მაგალითად ბევრჯერ გვინახავს, თქვათ პარაბოლა გვინახავს ბევრჯერ და აშკარად პარაბოლა იკვეთება x-თან 2 წერტილში, ხო? და მართლაც აქვს ორი ამონახსნი. და მეორე ხარისხი ყველაზე მაღალი ხარისხი პარაბოლისთვის, ხო? ან თქვათ ბევრჯერ გვინახავს კუბური გამოსახულება. მეცა ცოტა უფრო დავაგრძელოთ ესენი. ბევრჯერ გვინახავს კუბური გამოსახულება და შეიძლება აი მაგალითად აი ასეთი სახე გქონდეს, აი რაღაცა ესეთი გააკეთოს და აი აქ სამი ამონახსნი გქონდეს 1 2 და აი ესე 3, ხო? შეიძლება მეოთხეს გრაფიკიც გვინახავს, ეგ უკვე აღარ ვიცი გინახავთ თუ არა, აი ასეთი რაღაცა იყოს მაგალითად, ცოტა ავაცილებ, აი ასეთი და ექნება ერთი ამონახსნი, მეორე ამონახსნი, მესამე ამონახსნი, მეოთხე ამონახსნი, ახლა ცუდად დავხატე უბრალოდ სინამდვილეში უფრო სიმეტრიული უნდა იყოს. და კი ბატონო, ეს გასაგებია, მაგრამ შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რომ მოიცა მე ხომ აი ასეთი პარაბოლაც მინახავს, რომელიც საერთოდ არ იკვეთება x ღერძთან და რატომ არის ეს არ ეწინააღმდეგება ალგებრის ძირითად თეორემას? საქმე ის არის, რომ არ ეწინააღმდეგება. იმიტომ რომ ალგებრის ძირითადი თეორემა სინამდვილეში განავრცობს რიცხვების იმ მასშტაბს, რაშიც ჩვენ ვოპერირებთ და მხოლოდ ნამდვილ რიცხვებზე კი არ საუბრობს კომპლექსურ რიცხვებზეც. ამიტომ მე თუ მაქვს აი აქ გრაფიკი, რომელიც არ იკვეთება x ღერძთან, ეს უბრალოდ იმიტომ არის, რომ ამ გრაფიკს კომპლექსური ამონახსნები აქვს. არ აქვს ნამდვილი ამონახსნები. x ღერძზე მაქვს მხოლოდ ნამდვილი რიცხვები მე. ამიტომ მხოლოდ ნამდვილი ამონახსნები მექნება, როცა გადაიკვეთება ესენი. ანუ როცა გადაიკვეთება გრაფიკი x ღერძთან. მაგრამ ნამდვილი ამონახსნები და ნამდვილი რიცხვები ზოგადად არის კომპლექსური რიცხვების ქვესიმრავლე. ასე რომ ალგებრის ძირითადი თეორემა ყველაფერს ესე სამართლიანად ეხება. აი მაგალითად შეიძლება გქონდეს ასევე კუბური გამოსახულება, რომელიც არის ასეთი. და მარტო აი ამ ერთ წერტილში ეხება x და დანარჩენ წერტილებში არა. მაგრამ მაინც აქვს სამი ამონახსნი. იმიტომ რომ ისევ ალგებრის ძირითადი თეორემა. და საინტერესო ფაქტი აღსანიშნავი ის არის, რომ როცა კომპლექსური ამონახსნი გვაქვს გრაფიკში, აუცილებლად ეს კომპლექსური ამონახსნები არის წყვილებში. ანუ ახლა მაგალითად აქ რომ მაქვს ეს რომ არის მესამე ხარისხის, ხო? ასეთ გრაფიკს ექნება 1 ნამდვილი და 2 წარმოსახვით არა კომპლექსური. 2 ამონახსნი ექნება კომპლექსური. იმიტომ რომ კომპლექსური ამონახსნები არის შეუღლებული წყვილები ერთმანეთის. შეუღლებულ წყვილებში მოდის ამონახსნები. ამას მომდევნო ვიდეოში უფრო უკეთ გავარჩევთ, შეიძლება ახლა გავუგებრად ჟღერდეს, მაგრამ თავი არის დავიმახსოვროთ, რომ ყოველთვის თუ მაქვს კომპლექსური ამონახსნი, მექნება წყვილი. ამიტომ შეიძლება თუ არა ახლა იმ კუბურ გამოსახულებას ქონდეს 3 კომპლექსური ამონახსნი. არ შეიძლება, იმიტომ რომ ამ 3 კომპლექსური ამონახსნიდან ერთი იქნება წყვილი და ერთი იქნება ცალად. და ცალად არ შეიძლება რომ ქონდეს კომპლექსური ამონახსნი. ასე რომ კუბურ გამოსახულებას ან ერთი ნამდვილი ამონახსნი აქვს, ან 3. ანუ ან ერთი ნამდვილი და 2 კომპლექსური, ან 3 ნამდვილი და არც ერთი კომპლექსური. შეიძლება მქონდეს საერთოდ მეოთხე ხარისხის მაგალითად რაღაცა აი ასეთი. ეს არ არის სწორი. რაღაცა აი ასეთი ვთქვათ. და ამას ქონდეს 4 ამონახსნი და ამას 4-ვე შეიძლება ქონდეს კომპლექსური, იმიტომ რომ არაფერი გვიშლის ხელს მაგაში. 4 კომპლექსური ამონახსნი შესაძლებელია, იმიტომ რომ 4 შეიცავს 2 წყვილს. ესე იგი, საინტერესო და მნიშვნელოვანი დასამახსოვრებელი გარდა ალგებრის ძირითადი თეორემისა, რომელიც ამბობს, რომ თუ გაქვს n ხარისხის მრავალწევრი, n ცალი ფესვი გექნება აუცილებლად. ასევე დასამახსოვრებელი მნიშვნელოვანი დასამახსოვრებელი არის ის, რომ კომპლექსური ამონახსნები ყოველთვის მოდის წყვილებში, შეუღლებულ წყვილებში და ამას მომავალ ვიდეოებში კიდევ გავარჩევთ.